ჩვენს კომპანიას საკუთარ ბიზნესზე არავითარი იურიდიული და მენეჯერული კონტროლის განხორციელების უფლება არ ეძლევა საქართველოში. ადგილობრივმა მმართველმა გუნდმა, რომელსაც მხარს უჭერს ადგილობრივი სასამართლო, არ მისცეს ჩვენს კომპანიას ქარხანაში შესვლის, მასალების გაცნობისა და სხვა საჭირო მოქმედებების შესრულების უფლება. ახლა უკვე გახდა ცნობილი, რომ საწარმო იყიდება, თუმცა ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. ესეც როგორც ჩანს ხდება საქართველოს სასამართლო სისტემის მხარდაჭერით. მე მივმართე საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, რომელთაც გავაცანი არსებული რთული ვითარება და ვითხოვე მათი მხრიდან საკითხში ჩართვა. თუმცა ამას არანაირი გამოხმაურება არ მოყოლია და ქმედებები ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ კვლავ გრძელდება. ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში, გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა ევროპის საკითხებში და თვით გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პირდაპირ დააფიქსირეს მათი შეშფოთება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. თუმცა ასეთი მაღალი დონის მიმართვა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხრიდანაც კი უპასუხოდ დარჩა. საქართველოს სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანიის 100%-ის მესაკუთრეს საკუთარი კომპანიის მართვის უფლება არ გააჩნია. აღნიშნული დადგენილება ხელს უწყობს ადგილობრივი მმართველი გუნდის მცდელობას რუსთავის საწარმოს დაშლასა და ჯართად გაყიდვის საქმეში. მე ვაპირებ ვიბრძოლო საქართველოს სასამართლოში და თუ აქ ვერ მივაღწიე სამართალს, აუცილებლად მივმართავ საერთაშორისო სასამართლოებსაც.